მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება. ეხლა მე შეგნებულად არ ვისაუბრებ იმ ჩანაწერზე, რომლის გავრცელებასაც ასეთი მონდომებით ეწევა სახელმწიფო პროპაგანდა და პირველ რიგში იმედი, იმიტომ რომ ჯერ მართლა მეგონა რომ ჩანაწერს რაღაცა ისეთი იყო, მნიშვნელოვანი და მე აღმოჩნდა, რომ არაფერი, ანუ მომხრეებს ელაპარაკებით ღიად, წყალი კიდევ ამ დავაქციე, ღიად ელაპარაკებით სასამართლოს ეზოში და ამიტომ აქ რაღაცა ექსკლუზიური არაფერი არ იქნება ბუნებრივია, ვისაც აინტერესებს თვითონ შეუძლიათ ნახონ და ცობის მოყარეობა დაეკმაყოფილონ, მაგრამ ფარული ჩანაწერების გარჩევას არ ვაპირებ, მით უმეტეს იმედის ინსინუაციებს გადაცემაში, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც არის აშკარა. ეს აშკარა არის რაღაცა აზრთა სხვადასხვაობები ნაციონალურ მოძრაობაში და მათ შორის თქვენს მიმართ არსებული პრეტენზიები, თქვენს როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის მიმართ. მოდით ვილაპარაკოთ ღიად და გახსნილად იმაზე, თუ რა არის ეს განსხვავებები, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ და იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს, რა მოსაზრებები აქვს და ეს ავხსნათ თქვენი მოსაზრებები, რატომ არის უფრო სწორი ვიდრე მათი, ვინც თქვენ გეწინააღმდეგებათ. კი, ძალიან დიდი მადლობა. ეკა დიდი ხანია თქვენ გადაცემის სტუმარი არ ყოფილვარ. ის რასაც მე არც მე შევალ იმ დეტალებში, რასაც ფარულ ჩანაწერს უწოდებენ, თუმცა ეს ფარული ჩანაწერი, როგორც ასეთი არც იყო, ეს იყო უბრალოდ კიდევ უფრო უარესი ვიდრე ფარული ჩანაწერი, ეს იყო დაახლეჩილ, დამონტაჟებულ, დაგლეჯილი, დაახლოებით საათნახევარი ვსაუბრობდი. და ასე ვსაუბრობ განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში. გასვენება იქნება, პარტიული ღონისძიება იქნება, პარტიული შეხვედრა იქნება ცენტრალურ ოფისში, სადაც შესაძლოა მაქვს ჩემს თანამოაზრეს შევხვდე. არ უშვებ ამ შესაძლებლობას ხელიდან. საათნახევრის განმავლობაში ვსაუბრობდი და წარმოვიდგინეთ, ახლა მთელი საათნახევრიანი აი ეს ჩანაწერი დაჩეხეს, მიჩეხეს და მხოლოდ 8 წუთის მასალა, 8 წუთიანი მასალა გამოაგდეს რისთვის. კომპრომატი იყო ეს არა. და ამას ეს ფაქტები და სამი მიმართულებით მუშაობენ. ვერ ავწდებით, უბრალოდ ვიცი რომ საზოგადოებაში არის ამის მოთხოვნა ამაზე, რომ მე შევიტანო სიცხადე და ნებობამეცით სულ ძალიან მოკლედ ხო, პირველი იყო მიშას საკითხი, რომ მიშას ჩამოსვლას ეწინა. მიხეილ სააკაშვილი, მეორე საკითხი ამ ჩანაწერიდან გამოავლინეს თითქოს რომ მე მეგრელებს, ანუ სამეგრელოს, ძალიან მართლაც დამამცირებელია პირადად ჩემთვის, როდესაც ამასაც კადრულობ. სამეგრელოს და მეგრელებს ვაყენებ შეურაცხყოფას და მესამე, როდესაც პოლიტპატიმრ ბაჩო თამლიანზე დაამახინჯეს ის ჩემი ნათქვამი, რასაც ადგილი ჰქონდა და ვესაუბრებოდი ბაჩო თამლიანის დედას. ქალტო რუსიკოს. წარმოვიდგინეთ. ბაჩო თამლიანის დედას ვესაუბრებოდი მეგობრებთან ერთად იმ წუთას, იმ წამს, როდესაც თურმე რომელიღაცა სპეცსამსახურის თანამშრომელი ამ ფარულ ჩანაწერს აკეთებდა, ხო? ერთი შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში და მესამე შემთხვევაშიც მიზანი იყო ერთი და ერთი. რომ დაამასუსტო მე, მათი აზრით და სინამდვილეში ბრძონება პირიქით ხდება, იმიტომ რომ როდესაც სიმართლე არის ძალიან დიდი, ამ სიმართლეს ვერცერთი სპეცსამსახური ვერასოდეს ვერ მოერევა, შესაბამისად პარტია ნაციონალურ მოძრაობა და მთავარი მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ და ადამიანთან რომელთანაც არ მაქვს მე შესაძლებლობა შეხვედრის და ეს ყველაფერი უკვე თვეებია გრძელდება გათვლა ალბათ სპეცსამსახურს აქვს მსგავსი მე სხვადასხვა შესაძლებლობებით და საშუალებებით ამ დაჩეხილ მიჩეხილი მასალის ტირაჟირება მოხდება იმ დაგვარად რომ წარმოუჩენთ თითქოს ნაციონალურ მოძრაობაში არის განხეთქილება და განხლეჩის პირასა და სინამდვილეში პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს არ ხდება და არც მოხდება უკანასკნელი რამდენი არჩევნებიც გინდა ეხლა ჩამომითვალეთ არ ყოფილა სამწუხაროდ არჩევნები როდესაც პარტია ნაციონალურ მოძრაობაში არ მოხდარი იყოს მე არ გახლეჩა არ დავარქვა მაგრამ ნუ გადინება პარტიიდან პირიქით ხდება ეს ვერ გადაუხარშია ქართული ოცნების წარმომადგენლობას მიხეილ სააკაშვილითო დავიწყოთ ხო ეხლა ბოლოდან დავიწყო თუ თავიდან დავიწყო არც ვიცი აქაც დამამცირებელია ჩემთვის ამის ახსნა თუ ვინმეს სჭირდება
ადამიანური, პოლიტიკური, მორალური და პრაგმატული ვალდებულებაა ჩემთვის ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. არ ეწყინება არავის, თუ კი ვიტყვი, რომ ალბათ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ყველაზე მეტად ვისაც უნდა, თუნდაც პოლიტიკურ ეგოისტურად ადამიანობა გადავდოთ გვერდით. პოლიტიკურ ეგოისტურად მისი გათავისუფლება ვარ მე და რატო? ახსნე. პარტია ნაციონალ-მოძრაობის თავმჯდომარეობის დროს, ოდესაც ამ პარტიის დამფუძნებელი, მასშტაბით უმსხვილესი პოლიტიკოსი არის პატიმრობაში, ტყვეობაში და თავისუფლდება, მათ შორის შენი დიდი ძალისხმევის შედეგად მეგობრებთან ერთად და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეთან ერთად არის ჩემთვის არა მარტო ადამიანური პატივი, ძვირფას მეგობრებო და ეკა, პოლიტიკური პატივია. პოლიტიკური პატივია. ამიტომ ეხლა ჩემსა და მიხეილ სააკაშვილის შორის შუღლის გაღვივებაზე მუშაობს ასობით ადამიანი, პირდაპირ გეუბნებით. ასობით ანაზღაურებადი ადამიანი, როგორც სტრუქტურულად, არ ვიცი, დანიშნულ დამტკიცებული თანამდებობის პირები, სადღაც დეპარტამენტებში და ასევე მის მიღმა. რიციან რომ თუ კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას შორის ეხა კონფლიქტი გაღვივდა, ისი საფუძველის არ არსებობს. გაღვივდა რამე კონფლიქტი. არა, თუ გაღვივდა, ესე ფიქრობენ. არა, თქვენ ამის შემდეგ. არა. აი ეხა დღეს რა ხდება თქვენ შორის? ამაზე რო გვიწევს ეს საუბარი, ეს ერთის მხრივ არის კიდევ ერთხელ უნდები ჩემთვის დამამცირებელი, არ დაგიმალავთ, განსაკუთრებით ჩემთვის, თავდაბლობის გარეშე გეუბნებით ადამიანისთვის, ვინც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვარ იმ ბრძოლაში, რაშიც ვარ არ ჩამოვთვლი, და განსაკუთრებით ვოლონტერების განმავლობაში და პლუს იმ პარტიის თავმჯდომარისთვის, რომლის გარშემო გვერდით დგანან არა უბრალოდ პარტიის წევრები, ასობით ადამიანები, რომლებთაც მეგობრული ურთიერთობა გესმით. როდესაც საუბარია რომ ნიკა მელიამ შეიძლება პარტია დატოვოს, ხო? მე ამ პარტიაში იდეით მოვედი. მიხეილ სააკაშვილი და იდეით ვარ და ვიქნები მანამ სანამ ხედავ ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას და ვხედავ. და შესაბამის ამბიციასაც ვასხივებთ და ამუნიციაც გვაქვს. და მიხეილ სააკაშვილი ეხლა საკუთარ თავს ხედავს ამ ქვეყნის გათავისუფლების ბრძოლაში. და მიშა, თქვენ, მე, ყველა სხვა წესიერი, პატრიოტი, ღირსეული საქართველოს მოქალაქისთვის იდეა არის წარმატებული, განვითარებული, ეკონომიკურად მდგრადი და მყარი საქართველო. ეს მინდა თავაზ, აი რა არის იდეა? ხო, ჩვენთვის ეს არის იდეა. იდეა არის კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა. იდეა არის ავიცი, თვითმმართველობა წესიერი, ანუ დეცენტრალიზებული. იდეა არის პატრიოტული და სამართლიანი საზოგადოება. ამ იდეის გარშემო ვართ ერთი წუთით და ეკა ძალიან მინდა რა ეს ყველაფერი ავხსნა, ვინ ამ შესაძლებლობა არც მინდა რომ მქონდეს, იმიტომ სხვა საკითხებზე მინდა ვისაუბრო შემდეგ ეტერებში. არა, ეხაც უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე. ამ იდეის გარშემო გაერთიანებული განსხვავებული ადამიანები. სხვადასხვა გვარის მატარებელი ადამიანები, სხვადასხვა მამებისა და დედების შვილები, სხვადასხვა შვილების მამები და დედები ამ იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული. და როდესაც ამ იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული, ბუნებრივია. როდესაც ვჟელობთ, როდესაც ვფიქრობთ, ხვალინდელი დღე როგორი უნდა იყოს და ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვართ მისიით. ჩვენი მისია არ არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დახსნა, შველა, თუნდაც ჩვენი ყველაზე ძვირფასი მეგობრის თავისუფლება. ეს არ არის ეს მთავარი იდეა არ არის, ხაც ამაზე ვსაუბრობ. ხო, როდესაც გასაგებია. ამიტომ არა, გასაგებია ყველაფერი. ეს ახსნელი ვიღაცისთვის არის და განსხვავებულობა რომ ვინმეს უკვირს და ამას ვიღაცა სარჩულს მოადებს და უწოდებს დამძიმე სიტყვით შეამკობს ღალატს, მემაპატიეთ რბილად თუ არ დავითარღები, თუ კი რამე არის ღალატი, ის არის ღალატი. მოდით ახლა გავყვეთ მშვიდად. გასაგებია და ალბათ ხა როგორც თქვი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ და მე მაჩოზე მინდა და მეგრელები დავუშვათ. მე 2014 წელს დაუშვეთი შეცდომა. პირდაპირ გეტყვით. მეცინებოდა, როდესაც ქართული ოცნების პროპაგანდა სწორ ადგილას, წამოვიდგინეთ 2014 წლიდან ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. ხო? სოციალური ქსელით ძლავრი კამპანია აწარმოა, რომ ნიკა მელია იყო ზონდერი.
არ ვიცი გახსოვთ თუ არ ნიკა მელია იყო ზონდერი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს და თითქოს მე ხელკეთით დავსდებდი შეიარაღებული ხან ავტოჯორბენაძე ხანს და იმდენად სასაცილო იყო ჩემთვის ამაზე პასუხები არ გავეცი და არასდროს მოვიქეცი ამიტომ როდესაც მაშინ მოდი თამლიანზე თუ რადგან პასუხის გაცემა გინდა ბაჩო აი მოკლედ ვთქვათ ეხლა დედამის თუ ელაპარაკებოდი თუ ყველაფერი გასაგებია კიდევ უფრო უზნეობა როდესაც ამ ყველაფრით ვიღაცა ცდილობს რომ ხელი მოითხოვს გასაგებია მე მგონი რა ზედმეტ დეტალებში ზედმეტ არაფერი დაუგეგმავად ახდება ქართული ოცნების მხრიდან როდესაც მე მაპირისპირებ მეგრელთან დაკავშირებით ხა იციან ასევე თავდადლობის გარეშე რომ მე როგორც ხალხი აღებული ერთ პოლიტიკოს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს აი ყველა 10 რეგიონიდან რას გაბრალებენ მაყურებელს რომელმაც არ იცის ეს პროპაგანდა მოკლედ ყველაზე მეტი პერსონალური მხარდაჭერა მაქვს ბევრი მიზეზის და გამო ამ რეგიონში მე როგორც ერთ ხალხი აღებულ პოლიტიკოს ხო თუნდაც იმიტომ რომ მეგრელი ხარ ხო ხა სხვა ბევრი მიზეზის გამო მათ შორის თავად ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილს და მე კიდევ თითქოს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას მე მივაყენე შეურაცხყოფა მეგრელებს ვაყენებ უბრალოდ რომ მათ კაპიტულანტური დამოკიდებულება გამოიჩინეს. ნუ აი სრული თუ ოდესმე მომიწევდა ამაზე საუბარი, მაგრამ იცით მე ასე მткиცე, ასე ძლიერი წმენაში რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობას სწორად ვითარდება განსაკუთრებით ბოლო თვენახევარი 2 თვის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა. რა და ქართულმა უცებად ძალიან კარგად იცის რას ვაკეთებ ჩვენ ახლა პარტიაში. პირველად მოდი აი კითხვა უნდა დავსვა ნიკა და ესე არ და ეს არ გამოძახილი იმისა რატომაც აკრია ხდა ეხლა გასაგებია რომ ქართულ ოცნებას ეხლა მთავარი ამოცანა აქვს რომ შუღლი რაც შეიძლება გააღვივოს ნაციონალურ მოძრაობაში გახლიჩოს და ასე შემდეგ გასაგებია ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ღიად და გამჭვირვალედ იყოს საუბარი იმ განსხვავებებზე, რომელიც არსებობს პარტიაში და რომელიც როგორც შესავალში თქვი არის ძალიან ბუნებრივი. სოფლიოში ვერ ნახავს ვერავინ ისეთ პარტიას, სადაც არ არსებობდეს განსხვავებული მიდგომები. ისიც აბსოლუტურად გასაგებია, ეხა ადამიანურად ვის შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება გინდათ და მეორე ნაწილის თქვის, რომ პრაგმატულადაც ეს თქვენი მიზანია, რომ რასაკვირველია მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანოთ, რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია, რომ არსებობს სხვადასხვანაირად უყურებს ნაწილი პარტიაში, რომ რაღაცა გზა ეს ერთი გზა არის, თქვათ, უფრო მომგებიანი მეორეზე. მოდი ვნახოთ, მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რა თქვენი ხედვა რა არის და თქვათ პარტიის ნაწილი რატო ფიქრობს, რომ ეს არ არის ეფექტური გზა, რომელიც თქვენ აიჭიეთ. მინდა სრული სერიოზულობით თქვა, დღემდე არც ერთი საქმიანი შეთავაზება წინადადება მე არ მომისმენია. რა არის ალტერნატივა? ანუ რას ვაკეთებ? ხალხის გამოყვანა ქუჩაში და არ გაშვება. არა, ეს არ არის საქმიანი წინადადება. ხო, არის ესეთი პრეტენზია იყო თქვენს ნაციონალურ მოძრაობას ქუჩაში, მაგრამ შემდეგ ავიღოთ მაგალითად კი ბატონო, ხალხი გამოყვანა ქუჩაში 14 ოქტომბერი. 14 ოქტომბერს. რა ხდებოდა 14 ოქტომბერს? მართლა ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ხო? და ძირითადი ფაქტორი რა იყო? დიდი იმედი ცვლილებებისა ხალხს სჯეროდა ცვლილებების. უდიდესი იმედი იყო ცვლილებებისა, ჯერ კიდევ შუა ბრძოლაში ვიყავით. ჯერ კიდევ გაგანია კამპანია იყო და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი თავს წირავდა, შიმშილობდა, ამას რა თქმა უნდა ქონდა დამატებითი მნიშვნელოვანი დატვირთვა, მაგრამ ხალხს ქონდა იმედი დიდი, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა ძალიან მალე რამდენიმე დღეში. ვინმეს თუ გონია რომ მე დაუშვი შეცდომა არის გამოც გამოვიდა ამდენი ხალხი. ხიახაც მე აჟმეში ეჭვი არ მეპარება. იმიტომ რომ მომდენო დღეები და პერიოდი საპირისპიროს ამტკიცებდა. თუ საფრთხე ტრაგიკული. თუ ვინმე ამბობს 14 ოქტომბერს სხვა გვარად უნდა მოგცეულიყავი, არა, არავითარ შემთხვევაში. ამაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა პარტიის. ხო შეიძლება მსჯელობა ყოფილიყო და 14 ოქტომბერს ჩვენ ხალხს მოუწოდოთ დარჩენისკენ თუ დაშლისკენ. მსჯელობა არ ყოფილა წამიერიც კი.
ანუ ყველა ეთანხმებოდა რომ არც ყოფილა მსჯელობა, არც პარტიის შიგნით, არც პარტიასა და ტყვეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის შორის არ ყოფილა მსჯელობა საერთოდ. ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკვე არის წარსული. ჩვენ ვიყურებით წინ. ამის შემდეგ იყო კიდე ბევრი შეკრება და ბევრჯერ დაშალეთ ეს შეკრებები, მიტინგები. ხალხი არის, რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილი და ეს ჩვევია პოლიტიკურ პროცესს. სასოწარკვეთაში შეიძლება ნირწამხდარი ნაკლებად წმენით გაჟღენთილი, ხო? და ამ ყველაფერში მე მაშინ დავწუნდი, როდესაც ყველაზე მაგრად გვიჭირდა, ყველაზე მეტად გვიჭირდა, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა მიხეილ სააკაშვილს და რეალურად მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი სასწორზე იდო. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ მაშინ იმდენი ადამიანი რამდენის დანახვაც მინდოდა რუსთაველის გამზირზე აღარ იდგა, ხო? რატო? ხო? მიზეზი რა? აი ხო ფიქრობ აღარ ქონდა საზოგადოება იყო საშინლად სოლიდარული, უკიდურესად მაღალი ხარისხით სოლიდარული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისადმი, მაგრამ აღარ ქონდა იმედი იმისა, რომ ეს ის პროცესია, სადაც ხელისუფლება იცვლება. განსხვავებით 14 ოქტომბრის. ამიტომ იყო 14 მე ამას უკავშირებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში შენელდა ცვლილებების სურვილი. პირიქით გაზრდილია. და 70% ნებისმიერი კვლევით ადასტურებს, რომ მოსულნია ცვლილებებისა. მაგრამ ახლა ნაციონალურ მოძრაობაში უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობაში ნიკა ამ პარტიის ხელმძღვანელი ხართ თქვენ და ყველა ცივილურ ქვეყანაში პარტიის ხელმძღვანელი აგებს პასუხს იმაზე, როგორ მიდის პარტიის საქმე, ის იმარჯვებს თუ არა. გასაგებია, რომ ჩვენ არა ვართ დემოკრატიაში, სადაც არჩევნები ხდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და არ ხდება მოსყიდვა და არჩევნების გაყალბება პირველ რიგში არჩევნებამდე, ვიცით რა გარემოშიდაც გვიწევს და ამიტომ შესაბამისად ვერ გავზომავთ იყავით თუ არა წარმატებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდით ახლა გადადგომაზე კი არ გეუბნებით, რატო არ გადადგებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლების მიერ ჩადებული ნაღმებისა, მოსყიდვისა, გაყალბებისა, მაინც ალბათ გიფიქრიათ ამ თვეების განმავლობაში, რომ აი მოყოლებული 2 ოქტომბრის არჩევნებიდან რა თუნდაც აი ამ გამოსვლების, შეკრებების ორგანიზებით, შემდეგ მისი დაშლით, სად იყო თუ არა შეცდომები დაშვებული, იყო შეიძლება და თუ არა პროცესის უფრო ეფექტურად მართვა. მე ამ პარტიაში ვარ უკვე დაახლოებით 8 წელიწადია. პარტიის თავმჯდომარე ვარ სულ ცოტა მეტი ვიდრე 1 წელიწადია. და სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას კენჭი მეყარა თუ არა, იმ უნიკალურ მართლაც, უნიკალური, იმიტომ რომ არც იქამდე ყოფილა და არც მას შემდეგ ჯერჯერობით ის პრეცედენტი, რაც პარტია ნაციონალურ მოძრაობამ დაუშვა, ხო? იგივე რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით. როდესაც ელექტრონულ ფორმატში გამჭვირვალეთ, ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე და მე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, ფიქრობდი, აქედან რა გამოვა, იმიტომ რომ ბევრ ნაკლოვანებას ხედავდი, რისი შეცვლაც მინდოდა სურდა და სურდა მიხარია რომ ყინული დაიძრა და ახლა მიუხედავად ყველაფრისა, ვიქნებით პატიმრობაში, ვიქნებით დევნის ქვეშ, ჩვენი პარტიული ცენტრალური ხაზი უნდა გქონდეს, რასაც ვერაფერი ვერ გაწყვიტავს. რა თქმა უნდა მიფიქრია, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ჩემს წუხს, რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობა განიცდის რეგრესს. პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, განიცდის დიახაც პროგრესს. განიცდის პროგრესს. ამ პარტიას უერთდება ბევრი ადამიანი, ამ პარტიას უერთდება ბევრი გულანთებული, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანი და ახლა დრო არის პარტია როგორც ასეთი ვაშენოთ. ჩვენ დაუშვით ერთი თავარი სტრატეგიული შეცდომა, ეს მთავარი და თქვენს კითხვას პასუხს გასცემს. რის აღმოფხვასაც არა თუ ვცდილობ. მე ჯერა რომ აღმოფხვარი და რაც არ უნდა დაპირისპირებაში შემიყვანოს ან ეცადოს ვინმე მავანთან, იმდენად რჯერა მე ამ გზისა და გეზის რომ არ გადაუხევ. ჩვენ ყოველთვის ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდით, რომ მომდენო წელიწად 2 წლის თავზე ქვეყანა და სახელმწიფო არ გვექნებოდა, ვერ გააუძლებს ქვეყანა, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად მოვახდინოთ ცვლილებები.
როგორ ნაკლებად საუბრობდით. შემდეგ მოვიდოდა არჩევნები გაყალბებული თუ გაუყალბებული, რა თქმა უნდა, იმაზე მეტად ყალბება ვიდრე წარმოგვიდგენია, მაგრამ შემდეგი 2 წელი ერთი და იგივე საუბრობდით, რომ ვერ გაუძლებს, მაგრამ სახელმწიფო მადლობა ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პარტიული ორგანიზაციები გვეშენებინა და ამ სისტემის კონსტრუირებით ყოფილიყავით დაკავებული, რაც მნიშვნელოვანი არის და რო გვეკეთებია ეს დღეს უკვე ქართული ოცნება ხელისუფლებაში სული ეს არ არის თქვენი ძალიან დიდი შეცდომა როგორც ლიდერის ობიექტური არ გავეცემო იმიტომ რომ ჩემ პასუხისგებლობა ნაციონალური მოძრაობის არჩევნებზე გაყვანის იწყება 2000 პირდაპირ გეუბნებით 2021 წლიდან მას შემდეგაც მე ვარ თავმჯდომარე შანსენ ამ დროს დაახლოებით ცოტა ადრე მინდოდა ამ რეფორმების დაწყება, ამ რეფორმის გატარების, არ დამცალდა იცით რატომ როგორანაირად. ხო, მაგრამ არ დაგცალდა დრას ნიშნავს. არა, მაგრამ მანამდე ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ აი ეს პარტიული სტრუქტურები, ანუ პარტია ვერ მუშაობდა სრულყოფილად, იმიტომ რომ მას ორგანიზაციული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენი როგორც ლიდერის პრობლემა ეს არ იყო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხო, მაგრამ ეხლა გადარჩენისთვის იბრძვით, მაგრამ გადარჩენისთვის, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ხვალ რომ დამიჭირო, პირდაპირ გეუბნებით. ჩემს ცენტრალურ ოფისში ვიждები თუ არ ვიждები? აქამდე რა უჩვენეთ? ხო, ვიждები თუ არ ვიждები, ცენტრალური ხაზი, მაგისტრალი უნდა მოძრაობდეს და პარტიამ უნდა ვიცოდეთ, რომ ვითარდებით და აქამდე ეს არის, ხო? კერა, გეტყვით, კერა, როდესაც შდებოდა აქამდე ძირითადად ამ კერის განეიტრალებით ვიყავით დაკავებულები. პირველად ხდება გეუბნებით გულახდილად, თუ გულახდილობაზეა საუბარი. და მიზეზები ამის რატო ვერ მოხერხდა, ბევრი არსებობს. თუმცა შესაძლებელია, რომ ამით თავი არავინ არ უნდა გაიმართოს. არასოდეს გვიზრუნია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტია სექტემბრის თვეში, თებერვლის თვეში. იყო თუ არა, ეს რო ყოფილიყო, ყოფები ახლა უკვე ვთვლით, როგორი უნდა იყოს პარტია სექტემბრის თვეში. ნიკა, კითხვას დავსვამ, რო ყოფილიყო ეს პარტიული სტრუქტურები უფრო კარგად მობილიზებული, მათ შორის ეს ქსელი, პარტიული ქსელი ყოფილიყო კარგად უფრო აწყობილი რეგიონებში. შეიძლებოდა თუ არა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკეთესად დაეცვა ხმები. არა თუ უკეთესად, დღეს ხელისუფლებაში ქართული ოცნება არ იქნებოდა, მათ შორის თბილისში. და ახსნი რატომაც. სადაც ჩვენ ძლიერი ორგანიზაციები გვაქვს და მოვასწარით ამ ძლიერი ორგანიზაციების შექმნა მაგალითად მოვიყვანთ რუსთავი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, სადაც ერთ-ერთზე ქართული ოცნება დამარცხდა მიუხედავად იმისა, რასაც აკეთებდნენ ქართულმა ოცნებამ მარტო ნაციონალურ მოძრაობასთან პირისპირებაში წააგო და ჯამურად ოპოზიციასთან პირწმინდად დამარცხდა. ხო, მაგრამ მაინც თავის გარდა იყო ოლქები კარაძე მოკვდა იქ ფიფიას მანდატი წაართვას, მერე გარდაბაშიც მანდატი წაართვას. იყო ოლქები, სადაც მცირე სხვაობით წავაგეთ მიუხედავად გაყალბების მასშტაბებისა, მაგრამ ჯამურად ოპოზიციამ მაინც დამარცხდა. მაგრამ როდესაც მე ვიცი, რომ 63 ოლქი არის საარჩევნო, ასე საარჩევნო ოლქებად იყოფა მთელი საქართველოს 63 ოლქად, და ამ 63 ოლქიდან 20 ოლქში, ეს არის სიმართლე, ამაზე საუბრობდით საკალათო საზღვაო ზეზოში და ამას ვისაუბრებ ბევრს მე კიდე ჩემს პარტიის წევრებთან და ამორჩევლებთან. როდესაც ამ 20 ოლქში და 20 ოლქის 63-დან მეტაყობით ბევრია, ხო? ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში, მაშინ როდესაც რუსთავში, წალენჯიხაში, ზუგდიდში და სენაკში და სხვა კიდევ ბევრ ქალაქში არაჩვეულებრივ შედეგს აჩვენებ, გიგებს 30%-ით და მეტით, როდესაც ქართული ოცნება შენ თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში და ყალბება ყველგან, მაგრამ სადაც ყალბდება ბევრგან იგებ, მაგრამ ბევრგან აგებ 30%-ით და მეტით, 40%-ით, 50%-ით, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციები ასაშენებელი არის. ვის უნდა ეშენებდეს ეს ორგანიზაციები? ვისი პასუხისმგებლობაა თქვენ? არა, უმძიმესი პერიოდი. ეხლა რატო არის ამაზე უკვე იმ წლებზე უკეთესი პერიოდი? ანუ ვიღაცამ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ეს პარტიული 2016 წლამდე ნაციონალური მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი იყო სხვა ტიპის ომში. 2014 წლის არჩევნები თუ გაინტერესებთ, შეგახსენებთ. ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერი ქუჩაში გამოსვლის უფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. სიმართლე ეს არის.
2000 რეალურად ჩვენ ქართული ოცნების რეჟიმის ჯანჯღარი სამართლიანი პირველი ძლიერი შეტევა მივიტანეთ 2018 წელს. ხომ? ამის შემდეგ ეხა რა არ მოხდა ამ პარტიის თავს. რა არ მოხდა ამ პარტიის თავს და მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვიზრდებოდით. მაგრამ სამწუხაროდ ის არ ხდებოდა რაც თქვენს გინდა და მეც სხვა ოპოზიციური პარტიები ჩვენ რომ ზურგს გვიმაგრებდნენ ის შედეგი რომელსაც ახლაც ვაფიქსირებთ მიუხედავად ყველაფრისა ჩემოეკა ხო საკმარისი იქნებოდა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი გასწორება მომხდარიყო მაგრამ ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ არჩევნებზე არა რა გადაწყვეტილება მივიღეთ მეგობრებთან ერთად მოდი ესე იგი რო შევაჯამოთ 2022 წელიწადში ერთი წამი უფრო მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს ანუ ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ეხლა არა ეს ნაწილი შევაჯამოთ ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ ამბობთ რომ იყო სერიოზული პრობლემები არის იყო კაფეო იყო ეს რომ პარტიას პრობლემები ლოჯისტიკიდან დაწყებული ფინანსური უზრუნველყოფით გაგრძელებული ადამიანური რესურსით ასე თქვათ მოაზრებული ადამიანურ რესურსებს ქვეყანას ეხება შენ როდესაც ჩამოგინგრებენ მათ შორის დაჭერებით დაკავებებით მე შიგნით შემოგიგდებენ ნახს არაერთხელ და ბუნებრივი ამყვების აღდგენას დრო ჭირდებოდა და მოვიდა მიუხედავად ყველაფრისა ის დრო როდესაც მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს უნდა ვაშენოთ 2022 წლიდან პარტია უნდა იყოს ყოველდღიურად კამპანიურ რეჟიმში ყოველდღიურად და მე მგონი מחვილი თვალის მქონე ადამიანი აკვირდება ჩვენს პარტიას რომ ეს პარტია იცვლება დღითი დღე. კი ბატონო, არის შესამჩნევი რამდენიმე ბოლო პერიოდში ამ ცვლილებას ხედავთ. რა კამპანია ეს? კამპანიურ რეჟიმში ამ პარტიამ უნდა დაგეგმოს საკუთარი აქტივობები, ღონისძიებები, გეგმები, ისე როგორც საარჩევნო კამპანიაში გეგმავს და ყოველდღიურად მიზანდასახულად ვმუშაობდეთ. და ასეთ რეჟიმში, როდესაც ხარ, მართლაც აი ბოლო დღეები, როდესაც არის გავარვარებული საარჩევნო კამპანიის, ისე რო ხარ არასაარჩევნო პერიოდში, ამ კამპანიაში ასე მობილიზებული ხარ, გზად. და ასე არ ხონიათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაგვეყაროს, მზად უნდა ვიყოთ. როგორც ვადამდელისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ასევე რიგითისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ხომ წინამდე შემთხვევაში აქამდე ჩვენ რას ვაკეთებდით? დაცრულდებოდა ნებისმიერი ტიპის გაყალბებული, გაუყალბებელი არჩევნები და ყველა ოფის რაც კი არსებობს. ეხლა ძალიან ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებზე მნიშვნელოვანია. ვხურავდით. პირველად არის ის დრო ნაციონალურ მოძრაობაში, როდესაც არასაარჩევნო პერიოდში საპირისპიროს ვაკეთებთ. ჯარი იწვრთნება, ეს პასაჟი უნდა დავაზარდოთ. ჯარი როდის იწვრთნება? შუა ომში იწვრთნება თუ ომამდე იწვრთნება რა თქმა უნდა ომამდე წვდისა და აღწურის პროგრამები რატომ მოფიქრებული ჩვენ სამწუხაროდ და ამ პარადიგმას ვცვლით და შევცვალეთ დავით და ბოლომდე რასაც ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობა საკუთარ საარჩევნო აქტივს წვრთნიდა გაგანია ომში ორი თვით ადრე ვიწყებდით ბრძოლას ორი თვით ადრე თელს ქვეყანაში ხსნიდით ოფისებს და საუკეთესო პარტიული თავმჯდომარეც კი ამა თუ იმ ქალაქში თავს ამ გაგანია ომში ანუ არჩევნებში გამარჯვებულად როდის თვლიდა იცით თქვენ ცნობიათ როდის თვლიდა როდესაც ტექნიკურ იმ საკითხებს მოაგვარებდა რომელიც ბევრად ადრე ბრძოლამდე უნდა კონდეს პარტიას მოგვარებული იქ რაღაც კომისიის წევრების დაკომპლექტება უბნის უფროსები კოორდინატორები დამკვირვებლები წარმომადგენლები და ამ დროს თავს რო აწევდა ორი თვის თავზე არჩევნები იყო დამთავრებული ხომ ვითომ დეტალია ხომ ვითომ ტექნიკური და სინამდვილეში გამარჯვება გადის აი ამ სისტემის აწყობა ვერაწყობაზე ახლა მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება რომ პარტია მზად უნდა დახვდეს ბრძოლას ყველა ტიპის ბრძოლას იქნება ეს საარჩევნო თუ მშვიდობიანი საპროტესტო კარგი მოდი მაშინ ასე დავსვათ ეს არის ის რაზეც არ გვისაუბრია არათუ არ მიგვიღია გადაწყვეტილება ეკა არ გვიმსჯელია სერიოზულად იმიტომ ამას ჰქონდა თავისი გამოწვევი მიზეზები ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ იცით მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში ჩვენ მეტი ძალისხმევა გვჭირდება ერთის მხრივ ჩვენი დროის, ძვირფასი დროის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს
მაგრამ პარალელურად აღარ დაუშვათ ის შეცდომა, რომელსაც წლების განმავლობაში ვუშვებდით და დრამატული შეცდომა არ მინდა ქალაქი დავასახელო 20 არის ასეთი როგორ შეიძლება რუსთავში უგებდეს ნაციონალურ მოძრაობა იმ ქალაქში სადაც ფიზიკურადაც უპირისპირდებიან ჩვენს პარტიის წევრებს იარაღითაც ჭრიან დანითაც და იყო მართლაც ასეთი შემთხვევა ხო მაინც ვუგებთ მაგრამ არის ქალაქები სადაც ქართული ოცნება 40%-ით გიგებს ეხლა ესე იგი იდენტიფიცირებულია პრობლემა ახლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ ნახევარი ცენტრალური ოფისი მენეჯერების არიან თითქმის ნახევარი რეგიონებში გასულები და თქვენ დაინახავთ ახლა სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ რომ შემდეგი რა ტიპის ორთაბრძოლა ჩვენ არ უნდა მოგვიწიოს ქართულ ოცნებასთან ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ იმიტომ რომ როგორც არასოდეს ვარ მოტივირებული როგორც არასოდეს ჯერა წარმატების იმიტომ რომ თუ პარტიას თუ გუნდს თუ ჯარს არ აქვს ეხლა პასუხისმგებლობას იღებთ იმაზე რაც რა თქმა უნდა ძირითადად ეს რა არის ნიკა ერთი არ გავიწყდებოდეს თავარი რა პარტიაში ასევე არიან მეგობრები რომელთაც საუბარი მნიშვნელოვანია ესეც მინდა რომ ათქვევიოთ 2012 წლიდანვე არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა უნდა და მაგრამ ბევრი არაფრის შესვლა უნდა და ხოდ 2003-2012 წლის ნაციონალური მოძრაობა უნდა იხილოთ. ჩვენ გაცილებით მეტი და სხვა რამ გვინდა ვიხილოთ, ხო? ამასობაში ეკა 500.000 ამორჩეველი, ანუ ელექტრონული ბაზა შეიცვალა მთლიანად 12 წლიდან დღემდე. ახალი თაობა წამოვიდა და ჯამში შეადგენს 500.000 ახალგაზრდას. ნაციონალურ მოძრაობას სიმართლე უნდა ვთქვა? მნიშვნელოვან ყურადღებას, მნიშვნელოვან დროს, რესურს, ფინანსურს, ადამიანურს ვუთმობთ ამ მიმართულებას. ახალგაზრდას 330.000 ახალგაზრდა არის 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დღეს საქართველოში. აი ამ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობს 18-დან 24 წლამდე 330.000 ახალგაზრდა. აი ამ სეგმენტში ნაციონალურ მოძრაობას ხარდაჭერა აქვს მხოლოდ 4%. ძალიან რაც არის ძალზე და ძალზე მცირე. ამიტომ ჩვენ ერთი და იგივე ერთნაირად თუ ვაკეთეთ ყველამ ერთად თუნდაც შედეგი იქნება იგივე. ჩვენ არ შეიძლება ერთი და იგივე ინსტრუქციებით, არ შეიძლება ერთი და იგივე დამოკიდებულებით. ჩვენ ვესაუბრებოდეთ წლების განმავლობაში ჩვენს ამომრჩევლებს, იქნება ეს პასიური თუ აქტიური ამორჩეველი, ხო? ამ სეგმენტის თუნდაც დაშინება, თუნდაც დაშანტაჟება, თუნდაც დაყოლიება ხელისუფლებას ყველაზე რთულია დამერწმუნებით, ხო? ბევრი მათგანი არჩევნებზე საერთოდ არ დადის და მივიღეთ გადაწყვეტილება და ვქნით ძლიერ ხდება ინსტიტუტს პარტიის შიგნით სტრუქტურირებულს ახალგაზრდულ მოძრაობას ნაციონალურ მოძრაობას რომელიც არ გქონია ცალკე ინფრასტრუქტურა იქნება მათთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ პარტიაში თითოეული ახალი ჩვენი გუნდის წევრი ახალი მე მხედველობაში ვარ ახალგაზრდა ასევე ძველი გამოცდილიც მაგრამ ხა ახალგაზრდებზე საუბრობთ ხო ძალიან ბევრ საინტერესო თავის მეგობარს ახლობეს მეზობელს დაინტერესებს პოლიტიკით. და აი ამ ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ მოძრაობა იყო და მთლიანად პოლიტიკური სპექტრი სტიგმატიზებული და დაზიანებული. არ ფიქრობდით, არ მუშაობდით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ აი სეგმენტი არც კი დადის ნაწილი მათგანი არჩევნებზე, მოდით ვისაუბროთ მხოლოდ 800.000 პენსიონერზე, რომელთაც ვისაუბროთ კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ახალგაზრდებზე არ ვსაუბრობდით. არა მარტო პოლიტიკას და პარტიას, ნებისმიერ ეკონომიკურ ბაზარს განვითარებისთვის სჭირდება დივერსიფიკაცია, ხო? შეუძლებელია. შენ თუ გინდა გაზარდო მომხმარებელი, რაღაცა თმედითი ნაბიჯები ახლებური უნდა გადადგა და რა არის? ანუ უნდა მოახდინო დივერსიფიცირება. და რა უნდა მოახდინო ეს დივერსიფიცირება, რომ მეტი მომხმარებელი, ანუ გააფართოვდე, უნდა მოიპოვო, ხო? ორი გზა არის რა. ან უბრალოდ ახალ ბაზარს ეძებ და ახალი ბაზარი პოლიტიკის პირობებში უბრალოდ შეუძლებელი არ გექნება, ხო? ან ახალ ადამიანებს იზიდავ პარტიაში, რომელთა მეშვეობითაც შენ ზრდი მხარდაჭერას. და დიახაც ჩვენ სისტემურად და მეთოდურად დავიწყეთ მუშაობა. კარგი, მე ეხლა შეიძლება გამკითხოს, მე შეიძლება გამაკრიტიკოს და მივესალმები და ტაშ დავუკრავ, მაგრამ თუ კი ვინმე ადამიანი გამოვა და
ჩემით დაწყებული, არ ვიცი, მამაც ჩემით დამთავრებული. ეხლა ლანძღვაგინებაში ამოთხრის. ამაზეც არ მეშლება ნერვები, რომ ვიცი რომ ეს არის ქართული ოსების ხელწერა. მაგრამ ერთი წამი, კარგი, გასაგებია დაგასრულებიდეთ, მე მგონი აზრი თავისუფლებისთვის და ბრძოლა წარმატებისთვის ეკა მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას. გასაგებია, რაც თქვით, უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო და პრობლემაც ისაა, რომ არ გაკეთდა, კარგი, აღარ გავაგრძელოთ, სხვა თემებიც არის. გასაგებია, 2x2 რომ პარტიას ესჭირდება, ეხლა რაც თქვით. უნდა დანგრეულიყო პარტია 2019 წლიდან, მაგრამ არც იმ ადამიანებს, ჩემ არაჩვეულებრივ კოლეგასაც არ დავეთანხმები, მაგალითად ამ პარტია აი ადამიანები ხა მაგალითად ეს პარტია ამ პარტიაში იცი და ვიღაცები არ არიან მიჩვეულნი და ესეც ისეთი მენტალური რევოლუციაც ხდება ძველი თავის თავს ეძახის არ მინდა ხვალსო ძველი ნაციონალ მოძრაობის მხარდაჭერს და ზოგადად ვამბობ ხო ნორმალურ საღად მოაზროვნე ყველა ნაციონალ მოძრაობის ძველ თუ ახალ თუ შემდეგ ამორჩევას უნდა უხაროდეს გასაგებია ბაზის გაზრდა ამორჩევლების მაგრამ ერთი წამი ჩვენ რატომ მინდა მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თავის მხრივ საკუთარი ავტორიტეტით საკუთარი გამოცდილებით მოიყვანონ პარტიაში სხვა დანარჩენები. ჩვენ თუ ვიტყვით რომ ეს პარტია არის 1 ან 2 ან 3 ადამიანის, ეს პარტია არასოდეს არ გაიზრდება. თუ ჩვენ ვიტყვით ეს პარტია არის ხალხის პარტია და ფართოა პლატფორმა, დიახაც, ასეთ შემთხვევაში შანსი განვითარების ექნება. მაგრამ მე გასაგებია. მოდი ხა კითხვა უნდა დავსვა. ეთერში ვარ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. სისტემურად და მეთოდურად ეს მუშაობა გაგრძელდება. ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა გააკეთოს შეუძლებელი იქნება მათი მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება. როდესაც გუწფელად ქვეყანაში საპროტესტო განწყობა იქნება ერთ მხარეს 70% და მეორე მხარეს 30%, მეწუნეთ გადაცდომების შემთხვევაში საათენახევარში ქართული ოცნება თავად გაიქცევა. მაგრამ მაპატიეთ, ანუ ვერ გაუძლებს უბრალოდ წნეხს. მაგრამ მე როცა ვიცი რომ სადღაცა ქალაქებია და 50%-ით გიგებს. ესე იგი იქ არის იდენტიფიცირებული გეუბნებით შავი ხვრელი, რომელიც ამოსავსებია. ბაცილა შესატანი ოპოზიცია. ნიკა, ერთი წამი კითხვა უნდა დავსვა. ნიკა, კითხვა უნდა დავსვა. გასაგებია, ეხა რაც მოყევით, მე მგონი დაგასრულებინეთ აზრი და მაყურებელმაც ყველაფერი გაიგო, არის აბსოლუტურად ცხადი, ნათელი და მარტივად რო ვთქვათ 2x2-4-ია. პარტიას ეს სჭირდება და აუცილებელია. მაგ ის რომ რასაკვირველია მან სჭერი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში აქ უნდა გაანგრიოს და ახალი ამორჩეველი უნდა მიიზიდოს მაგრამ თქვენ როგორც პარტიის ლიდერს ასევე გჭირდებათ მხარდამჭერა ძველი გვარდიის ასე ვთქვათ ამორჩევლის ერთი წამით კითხვას დავასრულებ ეს ეხა რა გეგმაც თქვენ ჩამოყევით მე ეჭვი მეპარება რომ ვინმე არ გეთანხმებოდეს თუნდაც ამ ძველი გვარდიიდან ამ გეგმაში მაშინ რატომ არის ასე ვთქვათ ფარული უკმაყოფილება თქვენი გილაპარაკიათ ამ ასე თქვა ძველ მხარდამჭერებთან ნუ პარტიის რაღაცა უფრო ხისტ წევრებთან თუ ასოციაციებთან ერთი თვის წინ რა არის პრობლემა ის რომ თქვენ ეხლა პარტიას მშენებლობას უფრო მეტ დროს უთმობთ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მადლობა ამ შეკითხვისთვის მადლობა მე შემეძლო ეხლა თავიდან ბოლომდე პერსონიფიცირებულად მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე მელაპარაკა. ეხლა გვისმენს ხო დარწმუნებული? მეც დარწმუნებული ვარ რომ გვიხსენს. ანუ ყოველი მეორე სიტყვა მიხეილ სააკაშვილი როგორ პატივცემ, როგორი თანამებრძოლი, რა უსამართლოდ ზის აშენაში. ხო? მაგრამ მიხეილ სააკაშვილისთვის მე რა მინდა? თავისუფლება? მე რომ მაქვს ჩემთვის იდენტიფიცირებული მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორ მოიპოვება, მოგატყვილოთ და მოვატყვილო? არ გააქვთ ახლა გეგმა? არა, მე ახლა პირიქით ვამბობ, ანუ რომ მაქვს უკვე იდენტიფიცირებული. მაშინ მოგვიყევით რა გეგმა. რაზეც საუბრობდით, ხო? გასაგებია, მაგრამ ეს გრძელვადიანი, გრძელვადიანი არ არის. ტყვილი არის ის პირდაპირ გეუბნები. მე რო ახლა ნაციონალ ჩემთვის ნაციონალ მოძრაობა, ახლა თუ მართა რო ცუდი მინდოდეს, ეკა ნაციონალ მოძრაობისთვის. აი თქვენ რასაც ამბობთ. ჯერთვის ვერ დაგითანხმებით. არ ვიცნობ უბრალოდ გამაცანით მაშინ ერთი ადამიანი მე ცოცხლად არ მინახავს უბრალოდ
და საქმიანი წინადადებაც არ მიმიღია, მისგან არ მომისმენია, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია. არ ვიცნობ. როგორც არასოდეს ამ საკითხების გარშემო არის სრული თანხმობა. გულახდათ გეუბნები. და რატო და როგორ და რანაირად ვიღაც არ უბრალოდ განაწყენებული მოდი მაშინ გეტყვით, აი მაგალითად ფუტკარაძის ამბავი რო იყო ბათუმში, იქ არ ჩახვედით თქვათ ძალიან სწრაფად და იქ არ იყავით ადგილზე. იქ გარდაბანში ვთქვათ შეგეძლოთ უფრო მეტად გეაქტიურად როგორც პარტიის ლიდერს, როდესაც აი ანუ იყო უკმაყოფილება ცალკეულ შემთხვევებში. სულ ექნება, მაგრამ მომისმენთ არ უნდა დაგვავიწყდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არა, ეს ყველაფერი ეს ყველაფერი პრეტენზიები ეს ყველაფერი რაღაცა პროპაგანდისტული არგუმენტებია, შეიძლება ვიღაცა მოიყვანოს, ხო? შესაძლებელია დემაგოგიურიც იყოს არგუმენტი, შეიძლება ისეც მითხრათ. კი, იმას ვაცნობიერებ, რომ მე ბევში ბოლო წლების განმავლობაში დავტოვე შტაბ-ეჭილება, რა ყველა ყოვლის შემძლე. რომ შემიძლია საათენახევარში გავათავისუფლო მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი, გესმით? და აი ამ იმედგაცრუების და წყენის სუბლიმაცია არის ის, რაც ხდება ახლა, აი ნაწილ საზოგადოებაში პარტიის ხარდაჭერებს თუ გულისხმობ, მაგრამ მე ცოცხალ ადამიანებს არ ვიცნობ ასეთებს. სოციალურ სფეროში კი ბატონო. ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია, ან თუ აქვს და კითხვა და აუხსნი ის არ ყოფილდება, იმიტომ რომ სიმართლეა, მე რაზეც საუბრო პირველ რიგში, ხო, იმ ადამიანებმა იციან რა ჭირდება პარტიას გამარჯვებისთვის. ვინც წინა ხაზზე დგას, მაშინ ასე გკითხავთ, ვინც სოციალურ ქსელებში გარკვეულ ფარულ უკმაყოფილებას გამოთქვავს, იმას თქვენთან პირადად უკმაყოფილება არ გამოუხატავს. ნებისმიერი ადამიანი სტრატეგიასთან დაკავშირებით არ გამოუხატავს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ, ქონდათ სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრებები, მაგრამ როდესაც საუბრები და ვჯერდებით, ბუნებრივია ვაგრძელეთ გზას. ახლა მე თუ პარტიისთვის ახლა ცუდი მინდა ლეგიტიმური საფუძველი მაქვს, ეკა ვერცერთი ადამიანი სოფლებში ვერ მომეტავება. პირდაპირ გეუბნებით, ეხლა რომ გამოვიდეთ თქვენთანში რომ მეთქვა, რომ უი იქ რაღაცა 300 ადამიანი ხართ, რომელიც უკმაყოფილონი ყოფილხართ. და იცით რა, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ. და მოდით რა, რიგით პარტიის წევრად დავრჩები, ჯერ, ანუ თუ რამე იქნება ღალატი ეს იქნება ეს ერთი. და მერე რა აი რა, ახლა გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ ხარდაჭერა გაიზრდება? თუ რა შეიცვლება? ხო გესმით? მე რომ ხედავდი პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული. მე რომ ხედავდი ალტერნატიულ ქმედით წინადადებას ან ვისმენდე. მეოთირჯული ხოლოდ გამიხარდება, ხო, რაზე ლაპარაკი? არ გამიგია უბრალოდ, ან მსმენია. გარდა იმისა, რომ მელიამ რატო დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ეს ერთადერთი კი ბატონო. ან მერეც. და რა უნდა ხვალ 50,000 კაცი შეიკრიბოს, ეხლა დაუშვათ. რას ვაკეთებთ? პოლიტიკური პროცესებით უნდა მივიდეთ საპროტესტო აქციებამდე. კარგი, იკა, მაშინ მოდი ორი პრობლემა და ნელ-ნელა უნდა დასრულდეს და უნდა წავიდეთ რომ ჩვენი მაყურებელი. არა, მნიშვნელოვანი რაღაცებია. ქვეყანაში სოფლიოს ლიდერები ჩადიან კიევში. ახალი კანცლერი გერმანიის ჩადის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად და უნიშნულოვანეს განცხადებებს აკეთებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კონსოლიდირებული იყოს დასავლეთი. მაგალითად დასავლეთ ევროპას, გერმანიას, ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები მზად არიან თხევადი გაზით მოამარაგონ. უმნიშვნელოვანესი განცხადებებია, ხო? გაკეთებული, არ ვიცი, ლუკაშენკოს მხრიდან, ეხლა რასაც აკეთებს, მე რამდენად აკეთებს უკვე? 200-როვან თუ არა 200-როვანზე და განცხადებას აფხაზეთსა და სამხრეთ ისე როგორც გააკეთა 2008 წელს. ამ დროს პოლიტიკური აქტორები ვართ, ვერ საუბრობ. ამ თემაზე შაბათს მოგიყვანთ, ფოტოშორის ერთხელ მართლა გეუბნებით და ვილაპარაკოთ. იმისით იცება გვიწევს. საერთაშორისო გადაცემაში. ამ ქვეყანას აქვს, მადლობა სიამოვნებით. ამ ქვეყანას აქვს განვითარების შანსი. ჩვენ რისთვის მოვდივართ ამ ქვეყანად? რატო ვიბადებით? ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება, არ გვინდა არაღირსეული ცხოვრება. ჩვენ არ გვინდა თვალებ და თავდახრილებმა ვიაროთ. ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყნის მოქალაქეები მხედველობაში ხურდებს ვითვლიდეთ. ჩვენ არ გვინდა ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრობდეთ, ეკა. უბრალოდ ვიყოთ იმ ყოველდღიურ რუტინაში, სადაც გაძლებისთვის იხარჯები. კი არ ცხოვრობ.
უბრალოდ ძლებ. ჩვენ არ გვინდა რომ ქვეყანაში ცხოვრობდეს მამა, რომელსაც ეშინია, რომ შვილმა არ თხოვოს 2, 3, 5 ლარით მეტად ღირებული საჩუქრის ყიდვა, იმიტომ რომ უხერხო მდგომარეობაში ჩავარდება და მოდი აი ჩვენ ყველაფერი გასაგებია. არა, ამაზე, როდესაც ჩვენ მათ შორის მიუხედავად ყველაფრის, ზეგაც რომ მე მინდა ჩემს პირდაპირ ერთ-ერთი ჩემს მეგობრებს. ზეგაც რომ დამიჭირო, მე რომ დამიჭირო, ხო? მე რომ აი ციხეში რომ აღმოჩნდე მეც. და ადამიანურად გეუბნებით პირდაპირ. მე ვიჯდე ახლა ციხეში. და მიხეილ სააკაშვილი იჯდეს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის კაბინეტში. ადამიანურად მართლა მირჩევნია, ხახტო? მართლა მაზოხისტი ხო არა ვარ, რომ ვიღაცა სუსის მიერ აგორებული ტალღების შხეფები მესხმეობდეს. პოლიტიკურად უკეთესი იქნებოდა? იცით რა ადამიანურად ეხლა წამოდიეთ ჩემს ადგილად წავი. ჩემს ადგილად წარმოდიეთ წავი ხა. ბევრი გამოწვევა გაქვს და ემხელა მასშტაბის ადამიანი ტყვეობაში. და მოლოდინია ადამიანების ნაცის რომ შენ იქცეს აიდერმენად და საათ ნახევარში ეკა კვესიტაძის გადაცემის შემდეგ დაგვიგმო რაღაცა სპეცოპერაცია და გამოვიყვანო მიხეილ სააკაშვილი. ადამიანურად მიჩვენია რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ეხლა გარეთ ვერ იყოს შიგნით და ის ანუ შენ ვისა ეხლა მუშაობდა ჩემს გამოყვანაზე. მართლა მიჩვენია ეგოისტურად. კი ბატონო იყოს ეგოისტურად. პოლიტიკურად როგორ პოლიტიკურათაც რა თქმა უნდა ეხლა პირდაპირ გეუბნებით. პოლიტიკურათაც ადამიანურათაც ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში მოდი ნიკა ბოლო კითხვა უნდა დავსვათ ერთ-ერთად ჩვენმა აქტივისტმა წარმოიდგინეთ რა პარტიაზე ვსაუბრობთ. სრულიად აი მოულოდნელად ისტერიული სიცილი ამიტყვა, როდესაც ერთ-ერთ ჩვენს პარტიის წევრს ვესაუბრებოდი პარტიის ცენტრალურ ოფისში და მითხრა რომ ერთ-ერთ იზოლატორში ვიყავი და შემომიგზავნეს საკვებიო და მაწყინაო და ნუ დავინტერესდი რატო გაწყინა შინაში ნუ რა მშობლობ არადაო ბოტყოველიო ისო კახეთშიო ის სულ კარგ საჭმელებს აგზავნისო წარმოგიდგენიათ რამდენად ანუ ყველა იზოლატორი აქ დანახი პრაქტიკულად უამრავ აქტივისტ ნაციონალურ მოძრაობის ამწყების განმავლობაში იმ დონემდე რომ ისეც კი იციან რომელი პარტიის წევრი დაკავებულ ადამიანს უფრო გემრიელ ხაჭაპურს უგზავნოს ესა ტრაგიკომიკური ვითარება ხო ეს პარტია არის ძლიერი პირდაპირ რწმენაში მენტალურად და გაჟღენთილები ვართ იდეით და რაც არ უნდა ეცადოს მავანმა პირდაპირ გეუბნებით ეს ჩემში არ არის ხახტო დნმ-ში გვაქვს ჩვენ არ შეგვიძლია ღალატი თუ უკანა კარებიდან გასული პარტიის წევრების მინახავს კი ბატონო ადამიანები რომლებიც საერთოდ გაიცავდნენ პოლიტიკურ პროცესს ამ ასეთ ადამიანებს ვგულისხმობ მაგრამ ღმერთმა ვერ შეძლო ვიღაცამ ბრძოლის გაგრძელება მაგრამ ვინც შევძელით და წინ მივდივართ ქართული ოცნება ხედავს რომ შევიცვალეთ გეზი და მოძრაობთ წარმატებისკენ რაციონალურად ხარჯავთ ეხლა ჩვენს ენერგიას მიზან დასახულები ვართ მიუხედავად ბევრი და მასშტაბური გამოწვევებისა და ეს მათ აღელვებთ და სწორად აღელვებთ კი ბატონო მე რაზეც ვსაუბრობ აი ეს რომ გამეკეთებია წელიწადნახევრის წინ რომ შემეძლო ამ ყველაფრის გაკეთება თბილისში დღეს მე თქვენს ეთერში თბილისის მერი იჯდებოდა დღეს მიუხედავად ყველაფრისა ხო 45% აიღო ოპოზიციამ ქალაქ თბილისში მაგრამ როდესაც ორი თვით ადრე იწყებ ბრძოლას სამართლიან არჩევნებში შეიძლება გაგიჭირდეს გამარჯვების მოპოვება ვაღიარებ ვამბობ რომ ეს არის მთავარი ნაკლოვანება რომელიც ნაციონალურ მოძრაობას კი ბატონო ბოლო კითხვა და გულწრფელი პასუხი არის მოსალოდნელი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა გულწრფელობა მე მესმის რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრ მომრჩეველს და მის ბევრ მომხრეს ეხლა ჭირდება კაფიო გეგმა თუ როგორ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოვიდეს ციხიდან და გათავისუფლდეს მე ძალიან კარგად მესმის ის რომ არ არსებობს არანაირი მზა რეცეპტი შეიძლება მოვლენები ისე დაემთხვეს ან ძალიან ბევრ რამეზეა დაკავშირებული მაგრამ თქვენ გაქვს თუ არა ან ფიქრობთ თუ არა როგორ და რაიმე ანუ გზას თუ ხედავთ უფრო პერსპექტიულს რითაც ეს შეიძლება და რა მიმართულებით მუშაობთ იმიტომ რომ აქ არის მთავარი პრობლემა მე როგორც ხედავ რომ არა ხედავ რომ შესაძლოა გქონდეს ვიღაცას საბეჭდილება რომ ბევრს არ აკეთებთ იმისთვის რომ სააკაშვილის ხო მაგრამ გასაგებია შეიძლება თქვა ეხლა არა მაქვს ამისი
გეგმა, ამაზე ვფიქრობ. გეგმა რას ნიშნავს? არა, ვერ ხო გეგმა. საუბრობდი. ციხეში მოხვედრილი კაცის. ხო. ციხიდან გამოყვანის დღის წესრიგის შექმნა, ანუ კალენდარის გაწერა შეუძლებელია, ხო? მაპატი. შეიძლება ვიხილოთ ეხა ერთ თვეში გარეთ შეიძლება მოგვიანებით ვიხილოთ, შეუძლებელია ამაზე. გასაგებია, მაგრამ თქვენ გზას ხედავთ, როგორ შეიძლება ეს მიზანი მნიშვნელოვანია, რადგან ვისაუბრეთ, ბევრი და იმედია საზოგადოებამ გაიგო თუ რაზე ვისაუბრეთ და მეორე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჩვენს პარტნიორებთანაც. მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი. და მე მინდა მიხეილ სააკაშვილი იყოს ქვეყნის შიგნით, აი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შიგნით პედაგოგიურობით, ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილია ჯერ კიდევ მართვის სადავებთან არის ძალზე რთული. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ იყოსო ციხეში და ეს არის ჩემთვის და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ციხეში რა პატიმრობაშიც არა, ტყვეობაში, ხო? ისე რომ ჯერ კიდევ ბოლო დღეებს თუნდაც ან თვეებს ითვლიდეს ბიძინა ივანიშვილი, ამის შესაძლებლობაც არის. ამიტომ ნახოთ, მაგრამ იცით რა, ოჯახის წევრებს შორის საუბარი იმას ეს არის უბრალოდ არ მჯერა ასეთი ადამიანის ხარდაჭერის არ მჯერა, როდესაც ჩვენ რაზე ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვის უფრო უნდა საკუთარი მეგობრის თანამებრძოლის ციხიდან დახსნა და ამაზე ვინმე სერიოზულად მელაპარაკოს და მე სერიოზულად გავცე პასუხი? არ არის, ვერ იქნება მზა რეცეპტი, ეკა. ვერ იქნება, იმიტომ რომ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ხო? ბევრ ფაქტორზეა. კაი, ბოლო კითხვა მოკლედ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. გასაგებია, მზად უნდა ვიყოთ. გამოსავალი არის ერთი, ბევრი ახალი ადამიანის მოზიდვა და დაინტერესება მათი პოლიტიკური პროცესებით. მეორე, ბევრი ახალგაზრდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პარტიული და მეოთხე კი არა, შესაძლებელი გამაკეთება სწორი მომენტის დანახვა, სტრატეგიული თმენა, შეიძლება ის რაც ხვალ გვინდა ზეგაკეთდეს და არა ხვალ, მაგრამ ხვალ თუ აკეთებ ზიანდები და მიზანს კლავ. ჩვენი მიზანი რა არის? ვადამდელი არჩევნებია? ჩვენი მიზანი არ არის ვადამდელი არჩევნები. ჩვენი მიზანია კი არ არის ვადამდელი, საშუალებაა მთავარ მიზნამდე მივიდეთ, ხო? კი ბატონო, ანუ ვადამდელი არჩევნები არ არის თვითმიზანი. არა. არა, მაგრამ უნდა გავიდეთ, მოკლედ მითხარით. მიზანი არის ის, რაზეც სულ თავში ვილაპარაკე, როგორც ქვეყანა ვიხილოთ ისეთი, როგორც უნდა თქვენ მშობლები. არა, ეგ გასაგებია. ამ მიზნის მიღწევამდე გვჭირდება დიახაც ახალი არჩევნები, მაგრამ ახალი არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყო ყოველდღე და არა მაშინ, როდესაც CSKO-ს ასეთი თუ ისეთი თავმჯდომარე არჩევნები ჩაგინიშნავს, 20 კაცი პარტიაში შევიკრიბებით, ოფისებს გავხსნით, კანდიდატებს მოვიფიქრებთ და არჩევნებს დავიწყებთ. გასაგებია, ყველაფერი გასაგებია და მე მგონი ჩვენი მაყურებლებსაც გასაგებია. არ მგონია კომფორტულად უზრუნდეს. ეს ადამიანი აი ასეთ საუბრებს რო ისმეს ტელევიზიით. კი ბატონო. იმიტომ რომ ხო, მე მგონი ამოწურეთ ეს თემა და ამის შემდეგ უკვე სხვა თემებზე უნდა გადახვიდეთ ალბათ მედიასთან და მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკაზე, სხვათა შორის ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოგიყვანოთ ჩაბაც და იქ თქვენ საგარეო ხედვაზე ილაპარაკოთ. ძალიან დიდი მადლობა. აფხაზეთში არის არჩევნები მაგალითად. არც ტელევიზიით მომისმენია, არც წამიკითხავს, უბრალოდ თვალყურს არც ვადევნებთ. ნიკა, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, უნდა დაგემშვიდობოთ, ესე იგი ხალხმაზე ლაპარაკობთ, რომ ეს კითხოს ხო აღალხმაზე ვსვავდი. და იმედია უფრო დაბალ ტონალობაში ვისაუბრებთ გიგი უგულავასთან. ცოტა მხოლოდ მცირეხნიანი რეკლამა და ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.